ირაკლი კობახიძესთან ის მაქვს სათქმელი, რომ მან გაიხსენოს ის 12 წლის წინანდელი დრო, როდესაც მან ჩემ ბავშვს აჩუქა ტანსაცმელი. ეს ჩავთვალე ძალიან სერიოზულ, ჰუმანურ და ადამიანურ და მეგობრულ და კოლეგიალურ მხარდაჭერად. დღევანდელი ირაკლი კობახიძე არის ძალიან განსხვავებული მაშინდელი ირაკლი კობახიძისგან. მაშინ ეს იყო 2012 წელი, როდესაც არასამთავრობო სექტორში და გაეროში მომუშავე ადამიანების უმრავლესობა იყო თავისუფალი, წესიერი, მოწესრიგებული, ევროპულად განწყობილი ახალგაზრდობა და ირაკლი კობახიძე იყო ჩვენთვის მოდელი, მოწესრიგებული, პატიოსანი, წესიერი და პასუხისმგებლიანი მუშაკის. და თვითონ ირაკლი კობახიძე ხშირად ვესაუბრებოდი ხოლმე იმ პერიოდის პრობლემებზე, რაც ჰქონდა მაშინდელ საქართველოს. იგი მართლმსაჯულების თემა, დემოკრატიის თემა, ადამიანის უფლებები, ამაზე ჰქონდა ხოლმე აზრის გაცვლა-გამოცვლა. როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება და როდესაც აღარ იქნება ხელისუფლებაში, აი მაშინ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მოგვიწევს ძალიან გულახდილი და გულწრფელი საუბარი. ეს არის ერთი სამყაროს ჩამოქცევა. ანუ რამდენიმე დღე მეორდება ძილის შემდგომ იმისი ფიქრები, რომ ვაი თუ ცუდი სიზმარია და იქნებ ეს არ იყოს რეალობა და რამდენიმე დღის შემდეგ ეჩვევი, რომ ეს არის რეალობა. არ არის რამე სპეციფიური დღე, როცა ბავშვი ამას აცნობიერებს და ხვდება, ეს ხდება ძალიან ნელ-ნელა. ანუ ბავშვი თვითონ ადაპტირდება ამ დაავადებასთან, ის აცნობიერებს, რომ ნელ-ნელა უჭირს მოძრაობა და ამას აღიქვავს როგორც რაღაც ცხოვრების შემადგენელ ნაწილს. შესაბამისად, ბავშვებისთვის ეს არ არის უეცარი შოკი. ნიკოლოზის შემთხვევაში მას რამე მწვავე განცდები არ ქონია, იმიტომ რომ თვითონ არის ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული და შესაბამისად ისე შემოვიდა ეს დაავადება მის ცხოვრებაში, რომ რამე დრამატული ფსიქოლოგიური შედეგები ამას არ ქონია. თვითონ შეეჩვია ნელ-ნელა თავის მდგომარეობას და ადაპტირდა. თავისი მიკროსამყარო მოაწყო ამ დაავადების შესაბამისად. დაუშვათ ადრე უყვარდა რაღაც ესე იგი ეზოში გასვლა და სირბილი, ახლა აღარ დარბოდა, დადიოდა კვადროციკლით. ადრე უყვარდა დაუშვათ ბურთის თამაში, შემდგომ ბურთს აღარ თამაშობდა და თამაშობდა მობილურზე. ასე ანუ თავის ცხოვრება გადააწყო ამ დაავადების შესაბამისად და თვითონ პირადად არასოდეს არ ქონია რაიმე კონკრეტული შეკითხვა თავის დაავადებასთან დაკავშირებით. ის უბრალოდ ისმენს ინფორმაციას, აანალიზებს, ხვდება და თავის სამყაროში აკეთებს რაღაც დასკვნებს და ჩვენ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მასთან ამის შესახებ ჯერ სპეციფიური საუბარი ჯერ არც ქონია. ჩვენ ვიღებთ დეფლაზაკორტს, რომელიც იწვევს ლოყების გამობერვას უფრო და ასევე წონის მატებასაც იწვევს. მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ დიეტაზე იყოს, თვითონაც იკლებს ამ რაღაცეებს, რომ თვითონ ხვდება, რომ არ შეიძლება ყველაფრის ჭამა და არ შეიძლება ყოველ დღე ჩიფსების ან რაღაც მსგავსი რაღაცეების ჭამა, იმიტომ რომ წონაზე მოქმედებს. მე საზოგადოებას ვეტყოდი, რომ ადამიანებს გვაქვს შანსი რაღაც სიკეთე გავაკეთოთ და ზოგ შემთხვევაში ეს სიკეთის კეთება ძალიან მარტივია. მაგალითად, უნდა მიხვიდე მარშზე, დიუშენის მარშზე და დაუთმო 1 საათი სოლიდარობის აქციას. ეს ძალიან მარტივია და ეს არის ძალიან დიდი სიკეთე, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება ხალხი გვერდით, ჩვენ გვჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა, რაც აიძულებს ამ ხელისუფლებას რომ შემოიტანოს წამალი.